თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები და ეს ტელევიზიაც არის სამეფო კლუბის ტელევიზია, რომელიც გადის YouTube არხზე და მე გახლავართ ლევან ბერაი, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. ვისაც გაინტერესებთ თქვენი საკუთარი გვარის ისტორია, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი გვარი, ჩვენი არხი და გექნებათ წვდომა თითოეულ თქვენგანის გვარზე. თუ გაინტერესებთ და თუ დაინტერესებული ხართ თქვენი გვარის ისტორიით. დღევანდელი გადაცემა ცოტა უჩვეულოდ მინდა წავიყვანო და რატო, ესე იგი, იმის არ იყოს მეჩექმეს ჩექმა არ ქონდა და მეკუდეს ქუდი არ ქონდა, ქუდის გაჭირვება ქონდა სულ. ისევეა ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ სხვის გვარს ვსწავლობთ და სხვის გვარს სხვას გვინდა მივანიჭოთ სიამოვნება იმ დიდი განცდისგან, რაც გვარის ისტორიიდან მოდის და რაც ესე იგი სიამოვნებს ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს. ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ლაპარაკი ერთეულებზე, რომელსაც არც თავისი გვარი აინტერესებს, არც სხვისი აინტერესებს. მე ლაპარაკი მაქვს ისეთ ადამიანებზე, ვისაც საკუთარი გვარის ისტორია უყვარს, საკუთარი გვარი უყვარს, თავისი ქვეყნის ისტორია უყვარს, ეგეთ ხალხზე მაქვს და ეგეთ ხალხზეც არის გათვლილი ეს გადაცემებიც და შემთხვევითი ხალხი, რა ვიცი, არ მოიწონებენ, არ მოიწონებენ და არც გვაინტერესებს ეს. აქედან გამომდინარე, მე დღეს საუბარი მექნება საკუთარ გვარზე, ბერაიების გვარზე. რა ხდება და საიდან მოდის ეს გვარი? მე ერთი რაღაცა მინდა შემიძლია ვთქვა, ერთი რაღაცა, რომ მე-18 საუკუნემდე ამ გვარის ხსენება არ არის საერთოდ სამეგრელოში, საერთოდ არ არის. არცეთ წყაროებში არ არის დაფიქსირებული 1707-1708 წლამდე გვარი ბერაია. ესეთ რაღაცა არ არსებობს. ჩვენ ესე იგი ძალიან ბევრი ვეძებთ ისტორიულ წყაროებში, არქივებში, მაგრამ ვერ მივაკლევთ ესეთ რაღაცას. ანუ ესე იგი პირველი ცნობა სამეგრელოს გვამბობ. სამეგრელოში იწყება 1707 წლის ერთ-ერთი საბუთით, რომელსაც ჩვენ მივაკლევთ ბატონი ყოზირიძის დახმარებით, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არის ცოცხალი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ძალიან დიდი მეცნიერი იყო და რომელიც დაუფასებელი მეცნიერი, რომელიც არ დააფასეს. დაუფასებლა და ძალიან ცუდა წავიდა ამ ქვეყნიდან, ძალიან გაჭირვებულად წავიდა და ამ ადამიანს მე და ჩემმა მეგობარმა ვალერი ხიმშიაშვილმა, რომელიც არანაკლებ აინტერესებს ჩემი გვარის ისტორია, მე და ესე იგი შევეკითხეთ ძალიან დიდ ცოდნეს ბატონ ყოზირიძეს და პირდაპირ მიგვითითა წყარო. ეს არის ესე იგი CD, ესე იგი იმაში რა ქვია, CD ფონდი იმის ხელნაწერთა ინსტიტუტში, CD ფონდი 2993 ფონდი. აი ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ამოღებული გვაქვს ჩვენ აი ამ ხელნაწერთა ინსტიტუტიდან. ახლა რა წერია ამ ხელნაწერთა ინსტიტუტისგან ამოღებულ ფონდში? თავად ღმრთისა და ყოველთა მისთა წმინდათა ესე თანამდებობითა მტკიცე და სიტყვით საქმე და სულად გასათავებელი წიგნი მოგართვით თქვენ კათალიკოს ბატონ გრიგოლს, ჩვენ ჯათანმან ბერაიმ. ასე რომ ჩვენი ქვეყანა თათრის ხელთ შექმნილა და მეორე ამხელა კაცი აღარ გვედგომებოდა და მოვედი და შემოგეხოცეთ და წყალობა გვიყავით
ვიყავი და ჩვენ სოცხში დაგვაყენეთ და ჯიგთუბან სამი მოსახლე გლეხი გვიბოძეთ. კობალაიშვილი და სასახლის ალაგი გვიბოძეთ. ოღონდ ჩვენ სოცხში და თუ არა ესეა ვეზეთ ხაცარ გამოიწიროს და თუ არან შევიძლიო და შეემატოს ამათ გათავებული თავს დებათ მომიცია თავად ღმერთი და ყოველი წმინდანი ზეთისანი და ქვეყნისანი უხორცრონი და ხორციელნი კასტაგარ მოწამე ამას და მერე ჩამოთვლილია ესე იგი მოწმეები დასახელებული მოწმეები აქ არის ესე იგი მაინც თუ საინტერესო იქნება ამასაც გეტყვით მოწმეები ვინ იყვნენ მიქაელი და გოგია რევას დივანი გიორგი ღოღობერძე დათაურა კორძაია გიორგი ბერძენი ივანე ჩაჩავა ლაზარე და დამიწერე მე ბატონს კათალიკოსის მთავარ დიაკონს ჭყონიას ნიკოლაუსო და მოწამე ვარ ამისაუბრ. ეს არის პირველი ისტორიული წყარო, რომელიც ესე იგი სამეგრელოში ფიქსდება ამ გვარის შესახებ. ხა არ შეეხება ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობდა ამ ეს ვიღაცებმა გამოთქვეს აზრს ჯაიანი მერაბია და არა ჯათან ბერაიო და ჩვენ სხვანაირად ვკითხულობთ ამას და სხვანაირად მით უმეტეს ჯათანი სახელი ძალიან გავრცელებული სახელი იყო სამეგრელოში სხვა შორის ამ დოკუმენტამდე ჯათანი დაფიქსირებული არ არის სამეგრელოს არც ერთ წყაროებში და ამის შემდეგ თვითონ მარტო ჩემს გვარში და ჩემს წინაპრებში სამჯერ მეორდება ეს გვარი ანუ განმეორება მოხდა სამჯერ ეხლა ეს ამის წინაპირობა რა არის ეხლა მე ჩავზდიეთ ანუ ესე იგი ვალერი დამეხმარა ძალიან ესე იგი მოიძია ესე იგი საბუთები აგერ არის ასეთი სიაკათის საბუთი არის ქვევით არის აგერ ეს არის სიაკათის საბუთი რომელიც 1692 წლით არის დათარიღებული და საინტერესოა სიაკათის ენაზე ეს დაწერილი სიაკათის ენა ეხლა რა არის სიაკათის ენა არის საიდუმლო ენა არის თურქებს ჰქონდათ ოსმალებს ჰქონდათ რომლის საშუალებითაც ესე იგი ადგენდნენ დოკუმენტებს ადგენდნენ ესე იგი საიდუმლო დოკუმენტებს მიმოწერები ხდებოდა სიაკათის ენაზე და აქ წერია ამ სიაკათის ენაზე ჩვენ თარგმნით სულ 3 ადამიანი იყო საქართველოში რომლებიც ამ ენაზე მეტყველებდნენ და ამ ენაზე კითხულობდნენ ამ 3-დან ერთი გარდაიცვალა და 2 თურქეთშია წასული და იქ მუშაობდნენ იმიტომ რომ აქ სამწუხაროდ სამუშაო ვერ ნახეს და ვერ შევინახეთ ეს ხალხი და რა წერია ახლა ამ ენაზე რა მიწა ბოსტანზე ველზე საიონჯე მიწა ჯათან ბერაის ფლობელობაშია და ამჟამინდელ შთამომავალთა განკარგულებაშია შარიათის ხუჯათის თანახმად იხდია გადასაღას და ბეხრეს გამოსაღებს ეს არის 1692 წელი აქ ვიღაცა ხაჯი ვიღაცა ხამზა და მალ რაღაც ვიღაცა და ვიღაც აწერს ხელს ანუ ეს რა დგინდება ამითი ეს დგინდება რომ ამითი აქ თან ეს ისა ქვია ეს დოკუმენტი ესე იგი შეეხება ზემო აჭარას ანუ ეს დოკუმენტი არის ასე თქვათ ბაკოს და ხიხაძირის მიმდებარე ტერიტორიას ეხება რაზეა ლაპარაკი ხო და ეს არის 1692 წელი ანუ აქ რა არის ჯათანი ბერაი განმეორებული ანუ ეს ადამიანი როგორ ჩანს მერე შეაწუხეს თათრემა როგორც აქ თვითონ წერს თვითონ განმარტავს შემაწუხებს თათრემა და ამხელა კაციო იქ აღარ დამედგომებაოდაო და ავიყარეო და ჩემი ოჯახითო წამოვედიო და მოადგა ესე იგი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს და თხოვა შეწევნა თხოვნა და გრიგოლ კათალიკოსმა ჯიგთუბანში გამოუყო ესე იგი სასახლის ადგილი და მიწა ნაგვისა მამული გამოუყო და სამი კომლი გლეხიც უბოძა ამის შემდეგ უпростоრად მანამდე მინდა ახლა მე მინდა ახლა ამას რატო ლაპარაკობ მე ესე იგი ჩავყევით მე და ვალერი ხიმშიაშვილი ამ საბუთებს ანუ იმ პერიოდის და იმის არეალის გეოგრაფიული არეალის ესე იგი საბუთებს და უფრო ქვევით რო ჩავედით 1652 წლის საბუთი ნახეთ სადაც თონაბიშე ბერაია არის მოხსენებული 1634 წლის საბუთი ნახეთ და
500 რომელიღაცა წელი ვნახეთ კიდე, ანუ მე-16, მე-14, მე-15, მე-16 საუკუნე. ეხლა ამას საით მივყავს ეს ყველაფერი საუბარი. საით მივყავს იქიდან მივყავს, ეხლა მინდა უქთო ქვევიდან წამოვიდე ისე ვზევით. მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი კალიგრაფი მიქაელ მუდრეკილის დიშვილი იოანე ბერაი, რომელიც თორნიკერისთავის ახრუნათისავი იყო და როგორც წინაპრები და შთამომავალი იყო, ესე იგი იმისი, რა ქვია, ჩორდვანელის ჩამომავალი იყო. ეს იყო 1973 წელს ეს იოანე ბერაი და მისი ძმა დავითი მოღვაწეობდნენ პარხალში, სადაც ესე იგი დაწერეს შატბედის და დაწერეს პარხლის შატბედის კრებული და შეწირეს შატბერდს შეწირეს. იოანე ბერაი ცხოვრობდა მოღვაწეობდა პარხალში, რომელიც აშენებულია ლაზისტანში, ანუ პონტოს თაგრეხაზე ჭოროხის ხეობაში. ეს არეალი ემთხვევა სწორედ აი ამ ბერაის, ესე იგი, იმას აქვია, თვალშორის ლაზისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში ორ ადგილზე ამოვიკითხეთ ბერაი გვარად და ერთი ქალბატონი, რომელიც ბერაის გვარს ესე გვარიდან იყო წარმოშობილი და მეგრელებში და ლაზებში ქალი ესე ხეთი ესე ბერაი ხეთი იყო წარმოდგენილი, ანუ ბერაის ქალი, ასე იყო წარმოდგენილი. სხვა შორის ჯათინიც ფიქსირდება, სახელი ჯათინი ფიქსირდება აი ამ ვილაიეთის ვილაიეთის დიდ დავთარში, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში. ანუ აქედან რა შეიძლება რომ ვივარაუდოთ, რომ შეიძლება რამდენად სწორია, ამას კიდე უფრო სიღრმისეული კვლევა უნდა და ალბათ მივალთ იქამდე, რომ შეიძლება ეს სწორედ ეს იოანე ბერაი, რომელსაც ბევრი საბუთი იხსენიებს როგორც ბერაია, იოანე ბერაი შეიძლება ყოფილიყო წინაპარი და წინაგვარი ყოფილიყო აი ამ ჩვენი ამ ბერაიების, რომლების შემდეგ ესე იგი ბაკოში დასახლდნენ და ბაკოში და ხიხაძირში ესე იგი ჰქონდათ მათ მამულები და აზნაურებად იყვნენ, მათ ესე ცოტა უფრო ადრე აი ამ პერიოდში, როცა ესე იოანე ბერაის შეხება, აქ ცოტა უფრო დიდი თანამდებობები ეკავა და დიდი ტიტულების პრობილები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ესე იგი მათ დაკარგეს თავიანთი გავლენები დაკარგეს იმაში და უბრალო აზნაურებად დარჩნენ ესე იგი ბაკოში და ხეხაძირში. ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდე ერთ თქმულებას, რომელიც ჩემს გვარში არსებობდა, სანამ მე ამათ ყველაფერს მივაკლოვდით მე და ბატონი ვალერი ხიშიაშვილი, სანამ ამას ვნახავდით ყველაფერს, მანამდე ჩემს იმაში წინაპრები ასე მიყვებოდნენ, ესე იგი ეს თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დაახლოებით 11 თაობა ჩვენ ვიცოდით ასე ჩვენი ისტორია, რომ ბერაიები იყვნენ, ესე იგი აზნაურები, ერთი ძმა იყო თეკლათის მოურავიო და მეორე ძმა იყო დადიანის კარზე დივანი იყო. ეს თეკლათის მოურავი, რომელიც იყო ტყვეებით ვაჭრობდა თურმე და ნუ იქ მარღანიებთან ერთად ვაჭრობდა ტყვეებით. მართალია დადიანის კი ვაჭრობდა ტყვეებით, მაგრამ თავის ხელქვეითებს უგუშლიდაო იმას, რა ქვია მაგას ვაჭრობასო და გადაწყვიტა ამ ურჩი აზნაური, ურჩი ბერაიასი და მარღანიასი დაჟა, მაგრამ უფროსმა ძმამ, რომელიც დადიანის კარზე იყო მდივანწიგნობარი, შეატყობინა ამას, რომ ესე იგი დადიანი შენს დაჟას აპირებს და ეს გაიქცა, გადავიდა გურიაში. გურიაში იცხოვრეს დაახლოებით ეხაც იქ ცხოვრობენ გურიაში, დავუშვათ იმაში, რა ქვია, საჭამიასერში მთელი უბანია ბერაიების უბანი და 100 წლის შემდეგ ერთი ბერაია გადმოვიდა სახელი სამწუხაროდ არ ვიცით, გადმოვიდა სამეგრელოში. ეს კაცი ეს ყოფილა ძალიან ახოვანი და საკმაოდ ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ყოფილა და დადიანს მოწონებია ეს ბერაია და რაღაც დიდი უშველებელი ქვა ყოფილა მან და უთქვია რა, ეს ამ ქვას თუ აწევ,
კი აუწევო და აუწევია თქვა მაშინ ამ ქვითო რამხელა ტერიტორიასაც დაარტყამო კუქსო იმხელა იმასო გაძლევო მამულსო გაძლევო და ამან ააწია თქვა და ესე იგი 200 ქცევა მიწას ესე იგი დაურტყა კრუგი და დადიანმა დაუმტკიცა ეს 200 ქცევა მიწა და ესე იგი აზნაურობა აღუდგინა დაუბრუნა აზნაურობა და ესე იგი მიაბარა ესე იგი გახდა მხეიძების აზნაური და ჩემი გადმოცემებიდან ჩემი წინაპრების ბაბუა ჩემის და ჩემი წინაპრებიდან ვიცი რომ მე ლევან ბერაია ვარ აი ამ კაცის რომელსაც თასკოჩი უწოდეს ანუ საწყისი კაცი უწოდეს გვარის საწყისი კაცი ამ თასკოჩი ბერაიას მე-11 შთამომავალი ვარ აი ეს რამდენად მართალი ახლა ეს ისა რა ქვია მაგას ეს კაცმა არის ის უბრალოდ ერთია რომ ესე იგი აქაც ლაპარაკი ემაზე რომ საღაცთან მოსულები ვარ ჩვენ ანუ ესე იგი გადაკვეთა კი ხდება მაგრამ ცოტა სხვანაირად ხდება ამ ყოლაფის გადაკვეთა სად არის მართალი სად არის თქვილი ეს კაცმა არის მაგრამ ერთი ვიცით ჩვენ რომ ესე იგი აი ეს რაც ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს დოკუმენტები ეს არის უტყუარია იქიდან მოყოლებული ესე იგი სამეგრელოში მე შემდეგ ესე იგი ცნობები უკვე არის 1712 წლიდან უკვე არსებობს ცნობები ბერაიებზე არსებობს რამოდენიმე ცნობა არსებობს ის ესე იგი როგორც ჩანს ბერმა ბერაიამ ანუ როგორც მე ვიცი როგორც წავიკითხეთ 5 ამ ჯათანს 5 ბერაი გადმოყვა 5 ნათესავი გადმოყვა ემიდან რა ქვია მაგას ხიხაძირიდან და ბაკოდან და ამ 5-დან როგორც ჩანს მხოლოდ ერთმა ბერაიამ დაამტკიცა ჯათანის გარდა და ეს არის თომა ბერაია დაამტკიცა თავისი ესე იგი აზნაურული წარმომავლობა და დანარჩენი ბერაებმა ვერ დაამტკიცეს ესენი გლეხება დააშნენ და ანუ სხვა თავადებს თუ ეკლესიას ეყმნენ ასე ვთქვათ ეს ჯათანის და თომა ბერაი როგორც საბუთებიდან ირკვევა არ უნდა ყოფილიყო ეს ხუცესი იყო ჯერ ერთი ხუცესი იყო და არ უნდა ყოფილიყო გლეხი ამის საუბნის აფია გვაძლევს ის ფაქტი რომ ესე იგი გათავისუფლებული იყო სხვა აზნაურულ გვარებთან ერთად აქ არის დასახელებული ეს არის 1712 წლის საბუთია ნაპარკაოს სასახლე და მისი შემავალი აზნაური შვილებზე წერია აქ და გლეხებზე მორდებულ გიგი ბერია რომელიც აზნაური იყო გეგენავა რომელიც აზნაური იყო ლეფონავა აზნაური იყო ხოჭოლავა და ამათთან ერთად არის დასახელებული ესე იგი თომა ბერაია ესენი ახლა რაც მე გვარები ჩამოსახელი როგორც ჩანს საეკლესიო აზნაურები იყვნენ და იხდიდნენ მხოლოდ გათავისუფლებული იყვნენ არც ერთ გადასახადს არ იხდიდნენ მხოლოდ იხდიდნენ ესე იგი სათლის გადასახადს ანუ ლოღარიკონს ზოგს 3 ლოღარიკონი ქონდა გადასახადი ზოგს 5 დაუშვათ თომა ბერაიას ქონდა 5 ლოღარიკონი აქედან გამომდინარე ამის გარდა კიდე მტკიცდება ამის აზნაურული წარმომავლობა ამ თომა ბერაიას იქიდან მტკიცდება რომ ერთ-ერთ საბუთში წერია რომ ესე იგი შესწირეს ესე იგი საეკლესიო აზნაურები იყო მაგრამ საეკლესიო აზნაური დაუშვათ იყო ხობის ეკლესიის და შესწირეს ბიჭვინთის ეკლესიას იმას ხნის რა ქვია ეგ წერია რომ ესე იგი შესწირეს თავისი მიწით, წყლით, საძებრით, უძებრით, შემოსავლით, გასავლით, ტყით და ეკლესიის კარითო. ეკლესიის კარი ესე იგი გლეხს ეკლესია არ ქონდა და ვერც ეკნებოდა აქედან გამომდინარე იმას ნიშნავს რომ ესე იგი ეს თომა ბერაია იყო ესე იგი აზნაური იყო სხვა შორის შემდეგ მე იმამდე რა ქვია მე-19 საუკუნის 40-იან წლებამდე ბერაიებს ვერ მივაკვლიეთ უბრალოდ 1740 წელს არის კიდე ესე იგი მოხსენებული როგორც ჩანს ამ იმისი ჯათან ბერაიას ბერაის ჯერ ბერაით იყვნენ ესენი მე-19 საუკუნემდე გვარს ბერაის ატარებდნენ ესენი სამეგრელოშიც ჯათან ბერაის შვილები სიმონი და იოანე ჩანან
რომლებიც როგორც ჩანს იყვნენ ესე იგი იმისი სათავადო აზნაურები იყვნენ, დადიანის აზნაურები იყვნენ და მე დადიანება ეკლესიას შესწირეს, ანუ და გახდნენ საეკლესიო აზნაურები გახდნენ. ეს იყო რაღაც დაახლოებით 1733-1740 წლების საბუთია. ამის შემდეგ ბერაების არაფერი არ არის, არ მოგვეპოვება არც ერთი საბუთი, ვიდრე არ გახდა 1842 წელი. 1842 წლიდან ბერაები ისევ ჩანან. ოღონდ ახლა ჩანან უკვე მეტრიკულ ჩანაწერებში ჩანან და წარმოდგენილი არიან ძალიან ესე იგი კარგად არიან წარმოდგენილი რამოდენიმე სოფელში, ანუ განსახლების არეალი იყო ესე გულეიკარი ყველაზე ძველი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ არის გულეიკარში ცხოვრობდნენ 1853 წელს, ესე იგი ესაია ბერაია აზნაურად არის დასახელებული, აზნაური ესაია ბერაია, რომელიც გულეიკარში ცხოვრობდა, ისულაში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, სუჯუნაში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, ცხოვრობდნენ გეჯეთში, მაგრამ გეჯეთელი ბერაიები იყვნენ, გლეხები იყვნენ, ისულაში და სუჯუნაში აზნაურები უწერიათ. ცხოვრობდნენ თეკლაში, მაგრამ თეკლაში გადმოსულები ჩანან, როგორც ჩანს გულეიკარიდან და ეს ის გულეიკარელი ბერაია არის ჩემი პირდაპირ წინაპარია, როგორც ჩანს. და არიან ესე იგი იმაში რა ქვია ხორგაში, ხობში, არიან ჭალადიჩი, ქარიატაში და არიან ყულისკარში ჩანან კიდე ბერაიები. ეხლა რა ხდება ხორგაში, შუა გაღმა ხორგაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო და ეკლესია როგორც ჩანს ამათ იმაში იყო, რა ქვია მაგას განკარგულებაში, იმიტომ რომ იქაური ბერაიები აზნაურება ჩანან. აზნაურები არიან. დანარჩენი ბერაიები, ხობელი ბერაიები იყვნენ, გლეხები იყვნენ, აი ქარიატელი ბერაიების ბერაია, ერთი ბერაია, როგორც ჩანს, იყო აზნაური, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საბუთი, სადაც გრიგოლ ბერაია, რომელიც ესე იგი რეპრესიებს შეეწირა, იქ პირდაპირ უწერია აზნაური ბერაია, რომელიც კროპნი ესე იგი მსხვილი კულაკი იყო და გააკულაკეს და შემდეგ დახვრიტეს. მე-19 საუკუნეში კიდე ერთ საინტერესო რაღაცა 1852 წელს ესე იგი კიდე აზნაურებად არიან მოხსენებულები ბერაიები, ხოლო შემდეგ 1866 წლიდან როგორც ჩანს, რუსული მმართველობა რო დაარსდა, დამყარდა, ესე იგი სამეგრელოში და უკვე რუსეთმა რო შეერთა, საბოლოოდ შეერთა, ესე იგი სამეგრელო, კომისიები რო ჩამოყალიბდა და რო გაერკვიათ, ვინ იყო აზნაური და ვინ იყო თავადი და ვინ იყო გლეხი, როგორც ჩანს, ამ ბერაიებმა, რომლებიც მოხსენებულები იყვნენ, როგორც აზნაურები, ვერ დაამტკიცეს თავიანთი აზნაურობა და დროებით ვალდებულ გლეხებად, ანუ სახაზინო გლეხებად ჩაწერეს. მაგრამ 1872 წლიდან ისევ აზნაურება ჩანან ბერაიები, როგორც ჩანს, და 1890 წლიდან უკვე მასიურად არიან აზნაურები და ძალიან ბევრი აზნაურია, ესე იგი დასახელებული ბერაიების გვარიდან. ეს არის როგორც ჩანს, შენ რაღაც საბუთები აღმოაჩინეს, რაღაც საბუთები მიუტანეს და ესე იგი აღიდგინეს თავიანთი ესე იგი აზნაურული წოდება. ამათში შედის, რა თქმა უნდა, ჩემი უშუალო წინაპრები, მე მიჭირს საერთოდ ეგეთ რაღაცებზე საუბარი, არ მიყვარს უბრალოდ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც უნდა მომიწევს. თეკლათელი ბერაიები იყვნენ აზნაურები, მათი წის შთამავალი ვარ მე და ეს პირდაპირ შტოა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ჯათან ბერაის პირდაპირ შტო არის აი ეს თეკლათელი ბერაიები. თუმცა სხვა ბერაიები, სხვაგანაც იყვნენ ბერაიები და უშუალოდ აი იმაში რა ქვია 1910 წლებში გახო პირდაპირ წერი აზნაური გახო ბერაია იყო, ნიგოეთის მამასახლის იყო და სხვა შორის მისი შვილი ბენედიქტე ბერაია, რომელიც წვანე ყვავილას
საეკლესიო ჩანაწერებში ჩანს როგორც აზნაური ბენედიქტე გახუძე ბერაია, მეჯვარე არის ნესტორ ერისთავის. და მეჯვარე ეს ჩანს, ეს საბუთი ჩანს. შემდეგ კიდე შემდეგი საბუთი ხაშურში არის დაფიქსირებული ოქროპირ ბერაია, რომელიც საეკლესიო ჩანაწერებში არის ეს მოხსენებული როგორც აზნაური ბერაია და სხვა შორის მისი მას დიდი ქონება ჰქონდა, ესე იგი და უძრავი ქონება ჰქონდა იმაში ხაშურში, რომელიც დაზღვეული იყო 9000 მონეტად, ეს მაშინდელი იმითი ძალიან დიდი თანხაა. ძალიან დიდი თანხაა და ესე იგი ასე რომ ესე იგი მე-19 საუკუნეში ძალიან მრავლად ჩანან ბერაები სხვადასხვა სფეროში, დაუშვათ აი სამღვდელოებაში იყო ესეთი ძალიან ცნობილი პიროვნება, ესე იგი ბერაია ისიდორე ბერაია, რომელიც იყო ესე იგი მღვდელი იყო და 1886 წელს ესე იგი დააჯილდოვდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით. ეხლა ამან რა გააკეთა? ქველმოქმედი ადამიანი იყო. ეხლა მე წავიკითხავთ 1886 წელს გაზეთ ივერიდან ამონარიც წავიკითხავთ. ამ ხანებში აზნაურობამაც მოინდომა განაჩენის შედგენა შემდეგი შინაარსისა. ყოველ წლივ შეიტანა სკოლის სასარგებლოდ 300 მონეტი, მაგრამ ეს განაჩენი ვერ დამტკიცდა სრულად უსაფუძო მიზეზისა გამო, რადგანაც აზნაურობა არ იყო ჩვეული მუდმივ გადასახადს. ამის გამო ვერ შედგა განაჩენის 63 კაცისაგან ხელმოწერილი. თუმცა განაჩენი ვერ შედგა, მაგრამ აზნაურებს შორის აღმოჩნდნენ სკოლის განკარგვის სურვილი, რომელიც დაპირდნენ გლეხობას, რომ სკოლის სასარგებლოდ კაცის თავზე 5 თუმას გავიღებთო. ეს აზნაურები არიან გიორგი საბაზძე გაბუნია, ახვალა როსტომაზძე ლიფონავა, ოტია გვალია, ისიდორე ბერაია და პავლე ჭითავა. სხვა შორის ამ პერიოდში ხორგის მამასახლისი იყო პეტრე ბერაია. ესე იგი რა გამოდის, თუ ესე იგი საკმაოდ კარგი საქმე გაუკეთებია ისიდორის. ამის გარდა მე კიდე მინდა ესე იგი ბერაები იღებდნენ მონაწილეობას ძალიან ბევრ საქმეში იღებდნენ. აგერ არის კიდე ერთი ბერაია, რომელიც ბავშვთა სახლის სასარგებლოდ 1882 წელს შეიტანა, ესე იგი რაღაც შეწირულობა გააკეთა. ამავე დროს ერთი საბუთი გვაქვს კიდე ჩვენ აქ, რომელიც ესე იგი 1856 წელს ამხანაგობა გააკეთეს რამოდენიმე ადამიანმა, ამათ შორის იყო ესე იგი პახვალა ლიფონავა, კორტავა, ნიკოლოზ და თეოდორე ბერაევმა, რომელმაც ამხანაგობა გააკეთეს და იჯარით აიღეს ძალიან დიდი რაოდენობით, ესე იგი დაფნის პლანტაცია, ესე იგი მოყავდათ პლანტაცია, დაფნის პლანტაცია და მე ყიდიდნენ ირანს უпростоრად თურქეთსა და საბერძნეთში. ესენიც აზნაურებად იყვნენ დასახელებულები არიან მოხსენებული ეს ნიკოლოზი და თეოდორე ბერაია. ბერაები ამავე დროს იყვნენ ესე იგი წერა-კითხვის გამოცდილებელ საზოგადოებაში ყავდათ 6 ადამიანი ყავდათ. ესე იგი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ბერაია და ამათგან 6 ადამიანი დაჯილდოვებული იყო სხვადასხვა სახის მედლებით და ორდენებით. იყვნენ ესე იგი ოფიცრები, პრაპორშიკი იყო აი დავუშვათ გიორგი ბერაიას, წმინდა სხვა შორის გიორგი ბერაია და მის ძმას ვასილი ბერაიას საოცარი რაღაც იყო. ერთი ოჯახიდან 2 ადამიანს ჰქონდა, ესე იგი წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდათ მიღებული. ერთს მეოთხე ხარისხის და მეორეს მეორე ხარისხის. ეს ძალიან იშვიათი რაღაცა იყო. ამიტომ ესე იგი იყვნენ კიდე ესე იგი წერა-კითხვის გამოცდილების საზოგადოების გარდა იყვნენ აგერ ჩვენ გვაქვს ისა ქვია ვიქტორ ვასილიძე ბერაია, რომელიც იყო ესე იგი მოსკოვში ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელი იყო.
ანტონ სტეფანიძე ბერაია და ვიქტორ ბერაია. ამავე დროს ესე იგი ერთი იმაში რა ქვია ბათუმში 1902 წელს გახსნეს ბატონმა ბერაიამ ასე წერია პირდაპირ სახელი არ არის ცნობილი ბატონმა ბერაიამ გახსნა ესე იგი სკოლა გახსნა კერძო სკოლა გახსნა ესე იგი იმაში ბათუმში უკვე მე 1000 აგერ ჩვენ გვაქვს კიდე ერთი საბუთი სადაც ესე იგი არსებობს ეგეთი პეტერბურგის გენეალოგიური კვლევითი ცენტრი არის და იქ არის ესე იგი ესე იგი თავი აქვს მოყრილი ყველა იმ საბუთს დაუშვათ აი ჰერალდიის დეპარტამენტის მესამე განყოფილება იყო თავადაზნაურული განყოფილება იყო სადაც ესე იგი ყველა საბუთი თუ კი ვინმეს 1800 პირველი წლიდან 1917 წლამდე აქვს მიღებული აზნაურობა და დაუმტკიცეს აზნაურობა ყველა ეს გვარი არის შეტანილი და აქ არის აგერ გვაქვს ცნობა ხელთ გვაქვს ვთქვათ ბერაიას 1893 წელს დაუმტკიცეს ესე იგი შთამომავლობითი აზნაურობა და ცნეს უბრალოდ შთამომავლობითი აზნაურობა და დაუმტკიცეს და შეიტანეს მათი გვარი ქუთაისის გუბერნიის პირველ წიგნში. შემდეგ ესე იგი 1905 წელს ჩვენ ცნობილი მოვლენების შემდეგ ესე იგი ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ რომელიც ესე იგი ძალიან მოედო მაშინ რუსეთის იმპერიას და რა თქმა უნდა ამან გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც და საქართველოშიც გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს აყვნენ კოცია ბერაია ჩემს უშუალო წინაპარს აზნაურ კოცია ბერაიას მოუკლეს შვილი ვარლამი შვილი მოუკლეს 1905 წლის 27 თებერვალს ეს იყო მოკლედ ის ისტორიული რაღაც ისინი რაც მინდა მეთქვა მე ბერაევის თაობაზე ეხლა მინდა ვთქვა ესე იგი გვარში გამოჩენილი ადამიანები ვინ იყვნენ ესეც საკმაოდ ყავდა ჩვენ ბევრი ყავდა და ყავს კიდეც დღესაც ყავს სახელოვანი გვარიშვილები და სახელოვანი ადამიანები რომლებიც პირნათლად ესე იგი წარმოაჩენენ თავიანთ გვარს და ეს არის ძალიან სასიხაო და საამაყოა აგერ მე მინდა ეს ყველაფერი დავიწყო აი ნელი ბერაია რომელიც არის 96 წლის არის დღეს რომელიც ცოცხალია და რომელიც ესე იგი ადრე ახალგაზრდობაში ასე თქვა მსახიობობდა რამოდენიმე კინოშიც არის გადაღებული მინდა გაგახსენოთ დავუშვათ აკაკის აკვანი სადაც ესე იგი თუ გახსოვთ ეგეთი ეპიზოდი აკაკის დებირო აკაკის უმღერიან გიტარაზე რომღერიან ის იქ ერთ-ერთი მედია ჯაფერიძესთან ერთად ერთ-ერთი არის სწორედ ნელი ბერაია ულამაზესი ქალი რომელსაც ოდრი ჰეპბერნს ადარებდნენ და ეს ქალბატონი საკმაოდ ხანშესული იყო რომ ესე იგი დაეწყო ხატვა მაგრამ ხატვა დაეწყო ცოტა უჩვეულო ჟანრს მიმართა ანუ ბისერებით ქმნის რაღაცა საოცრებებს ბისერებიდან ქმნის რაღაც ისეთ ნამუშევრებს რომელიც ანალოგი არ ყავს მთელს მსოფლიოში შემდეგ მინდა გაგაცნოთ თამარ და ნათია ბერაიები რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტები არიან და ძალიან გაითქვეს თავი და მსოფლიოში და გვიამაყება თითოეულ ბერაიას გვიამაყება მათი არსებობა პეტრე ბერაია რომელიც იყო ქალაქობის მდივანი იყო და რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება იყო ალექსანდრე ბერაია ლოდვარი რომელიც ძალიან დიდი როლი ითამაშა მეგრული ფოლკლორის განვითარებაში დღეს ყავს ორი პოლიტიკოსი ყავს ორი ირაკლი ერთს დაჩის ეძახიან მეორეს დაჩა ისევ ირაკლად რომლებიც საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებენ ალბათ რა ვიცი აბა ის ამას ისტორია შეაფასებს შემდეგ ახლა დღეს მე არ შემიძლია რომ მათ რამე შეფასება მივცე ამას ისტორია შეაფასებს მე მინდა მამაჩემი ვახსენო ალექსანდრე ბერაია რომელიც საკმაოდ ცნობილი სელექციონერი და მეცნიერი იყო
რომელსაც რომელიც სოია და სიმინდის ჯიშებზე მუშაობდა, მათ მიღებაზე მუშაობდა და 6 ჯიშის ავტორი გახდა და ერთ-ერთი სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში. სხვა შორის მამაჩემის ერთ-ერთი ჯიში კოლხი და 4 არის საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის ენციკლოპედიაში შეტანილი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში. მე პირადად ლევან ბერაია გახლავართ აგროკონსორციუმის წეროვანის დაფუძნებელი, აგერ არის ჩვენი ემბლემა. ეს არ გეგონოთ ის აქვე მაგას მისი იაპონიის დროშა, ეს არის ჩვენი ემბლემა. აგროკონსორციუმის წეროვანის ერთ-ერთი დაფუძნებელი და დირექტორის მოადგილე ვარ ამ კომპანიის. ამავე დროს გახლავართ, ესე იგი 8 გამოგონების, კვლევის ეწოდებაში ვარ 8 გამოგონების ავტორი. ისტორიაში ვარ 3 წიგნის და 500-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და მაგ რამოდენიმე 2 საავტორო გადაცემის ავტორი ვარ კიდე, ესე იგი YouTube-ზე. ლილი ბერაიამი და ვახსენო, რომელიც წლების განმავლობაში იყო ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი იყო და საოცარი კვლევები და რამოდენიმე წიგნის ავტორია. ლაშა ბერაია, რომელიც პუბლიცისტია და საკმაოდ ცნობილი ადამიანია ამ სფეროში. გია ბერაია, რომელიც მშენებელი იყო და იღებდა მონაწილეობას სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში. გიორგი ბერაია, იურისტი. ვლადიმერ ბერაია, ჩემი ბაბუა, რომელიც აღმოსკოვის თავმჯდომარე იყო და შემდეგ იყო, ესე იგი გეჯეთის ჩაის საქმეთა მეურნეობის დირექტორი, რომელმაც დაარსა ის გეჯეთის მეურნეობა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეურნეობა იყო იმდროინდელ საქართველოში. სხვა შორის ბაბუაჩემს 2 გამოგონების ავტორი იყო, ესე იგი გამოიგონა იმისი, რა ქვია, ჯაგების ამოსაძირკვი მანქანა, რომელიც საკმაოდ რაღაც 80-იან წლებამდე კიდე იმაში იყო, რა ქვია, წარმოებაში იყო და კიდე იმ მანქანით, ესე იგი, ასუფთავებდნენ, ესე იგი, ველურ ადგილებს. მოკლედ ეს იყო ის, რაც უნდა მეთქვა ბერაიებზე. ცოტა, რა ვიცი, როგორი გამომივიდა, არ ვიცი, ეს თვითონ ადამიანი თქვენ შეაფასეთ. თუ კი რამე დამჭა კიდე სათქმელი ბერაიებზე, შემდეგ გადაცემებში ალბათ კიდევ ვიტყვი რაღაცას. კვლევები გრძელდება, მე წიგნად ფიქრობთ მე და ბატონი ვალერი ჩემს გვარზე, ჩემს გვარის ისტორიის გამოცემას და კვლევები გრძელდება, ისე სხვა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცებს პოულობთ, ახალ რაღაცებს პოულობთ, რომელიც არის ჩვენთვის მოულოდნელობებითა სავსე. სხვა შორის ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, ამ კვლევების დროს წავაზდი ესეთ რაღაცას, ახლა ეს არავითარ კავშირში არა, რა თქმა უნდა, ჩემს გვართან, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ დამთხევაა ისე, რომ დარმანიაკების გვარის ისტორიას ვკითხულობდი და წავაზდი ეგეთ რაღაცა, რომ ესე იგი ფრანსუა დე ბერაიას ქალიშვილი როზე დე ბერაია გათხოვდა დარმანიაკზე 1752 წელს. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა და მეორე საბუთი, რომელსაც წავადი, ეს არის მისი სამოქალაქო ომი, ამერიკის სამოქალაქო ომი და კენტუკის შტატის გუბერნატორი იყო მაგუფინ ბერაია, რომელმაც უარი უთხრა ლინკოლნს ჯარით და ფული დახმარებაზე მოტივით, რომ მე ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინამძღოლ არც ჯარი დაგეხმარებიო და არც კიდე ფული არ დაგეხმარებიო. სხვა შორის იმაში ბილბაოში, ანუ ბასკებში არის რესტორანთა ქსელია, რესტორანტე ბერაია, ესე ბერაიების ბერაია, ეხლა მე ვერ გავარკვიეთ, ვერ დავადგინეთ რას ვინ არის, გვარია, ადგილმდებარეობის ის არის, რა ქვია, თუ რას ნიშნავს ეს ბერაია, ვერ დავადგინეთ ვერანაირად, მაგრამ არის რესტორნების ქსელია, ბერაია წერია პირდაპირ ბერაიათ რო შეგიძლიათ დაგუგლოთ, ინგლისურად ჩაწოდოთ რესტორანი ბერაია და ეგრევე ამოგიგდებთ ძალიან ბევრ რაღაცას ამ ბერაიებს. მოკლედ არ ვიცი ამ ორის რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, მაგრამ საინტერესოა და სასიამოვნოა, როცა რაღაცას კითხულობ, შენს გვარზე კითხულობ. იმის არ იყოს შიმეის
იმაში რა ქვია ბიბლიაში ერთ-ერთ თავში წერია რომ ეს ბერაია იახ ბერა ნიშნავს რომ ბერაია ნიშნავს განმარტება არის ღმერთის შექმნის ნიშნავს და არის შიმეის შტამავალი და იმის შეგერაიმის იმიდან შტოდან არის ესეც ძალიან საინტერესო რაღაცა არის და მინდა ყველა ბერაის მოუწოდო აქედან მოუწოდო ყველა ბერაიას რომ მოიწონეთ ჩემი გვერდი მოიწონეთ და ჩემი გადაცემები მოიწონეთ YouTube-დან მოიწონეთ ოღონ ძალიან გთხოვთ დიდი მადლობა ყურადღებისათვის 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრებივა